ეს ვეცდებით სამი ფლაგმანი შევატაროთ ერთმანეთს: Samsung Galaxy S25 Ultra, Google Pixel 10 Pro XL და iPhone 17 Pro Max. სამივე smartphones უკვე რამდენიმე დღეა ვიყენებ და ჩემს დაბეჭდილებებსაც გაგიზიარებ. ხოლო სანამ დავიწყებთ, გამოწერის გადაგ დააჭირეთ ხელი ქვემოთ. ახლა დავიწყოთ. Unboxing-ისას სამივე smartphones ყუთში შევხვდებით თვითონ smartphones-ებს, დამტენ კაბელს და SIM-ის ნემს. თუმცა iPhone 17 Pro Max-ის eSIM ვერსიას SIM-ბარდის ნემსი არ მოყვება და გაითვალისწინეთ. ჩემთვის ხელში Samsung-ი არის ყველაზე არაკომფორტული დანარჩენ ორთან შედარებით. ჩარჩოს კუთხეები უხეშად ხვდება ხელზე და შეიძლება დიდი ხნის გამოყენების შემდეგ ცოტათი ხელი დაგეყავოთ. Pixel-ი კომფორტულია Samsung-თან შედარებით, რადგან აქვს მომრგვალებული გვერდები და კუთხეები. ამასთანავე თითი კარგად თავსდება კამერის ჭრილზე და მოჭიდების საშუალებას მაძლევს. აი ასე. iPhone-საც კლასიკურად აქვს მომრგვალებული კუთხეები და Pixel-თან შედარებით უფრო მომრგვალებული გვერდები, რაც კიდევ უფრო კომფორტულია ხელში ჭერისას. კამერის ჭრილი კი იმდენად არაა გამოწეული კორპუსიდან და თითი იმდენად კარგად ვერ მოვათავსე როგორც Google-ზე. რა ვქნა, რა გავაკეთო. აქედან ყველაზე კომფორტული ხელში დასჭერი არის Google. მარტო იმიტომ, რომ კამერის ჭრილი და საჩვენებელი თითი კარგად თავსდება ერთმანეთთან და არის ტოპ. ეს არის ჩემი პირადი აზრი, ჩემი სუბიექტური აზრი. დიზაინის მხრივ ზოგადად ყველაზე სოლიდური Samsung-ი მგონია. ხელში ჭერისასაც ასეთ დაბეჭდილებას მიტოვებს მე პირადად. ოპერაციული სისტემით Samsung-ი და Google-ი Android-ია, iPhone-ი კი iOS. შესაბამისად ეს სრულად გემოვნების საკითხია. მე პირადად Android-საც ვიყენებდი, ახლა კი iPhone-ის მომხმარებელი ვარ, მაგრამ ძალიან მომწონს Google-ის Android-ი და მისი ანიმაციები. ლამაზი და ინტერაქციულია ნამდვილად. ასევე ახალ iOS 26-ში თხელადი შუშის ანიმაციებიც ძალიან ლამაზია. გამოყენების მხრივ პირადად ვიცი ბევრი ადამიანი, რომელმაც ცადა iPhone-ი და მათი არ აღმოჩნდა და ასევე ვიცი ადამიანები, რომლებისთვისაც Android მიუღებელი. შესაბამისად ეს სრულად გემოვნების და საჭიროების საკითხი მგონია. თქვენ რომელსაც იყენებთ, კომენტარებში დაგვიწერეთ, საინტერესოა რომელი მხარე ჭარბობს. სამივე smartphones შესანიშნავი და ნათელი ეკრანი აქვს. ყველაზე დიდი განსხვავება ისაა, რომ Samsung-ს და ახლა უკვე iPhone-ს აქვთ ანტიარეკლოდი ეკრანი. Google-ს კი არა. მიუხედავად იმისა, რომ სამივე შესანიშნავი ეკრანია, Samsung-ის ეკრანი მაინც საუკეთესო მგონია. ცოტათი უფრო მაღალი რეზოლუცია აქვს სხვებთან შედარებით და მისი ანტიარეკლა საუკეთესოა. ამ ეკრანის შავი ფერი კიდევ უფრო შავია სხვებთან შედარებით. წარმოდებას რაც შეეხება Pixel-ის განხილვაში ვთქვი, რომ Google-ის ეს ფლაგმანი წელსაც არ გამოირჩევა დიდი პერფორმანსით. Tensor G5 კარგი ჩიპსეტია, თუმცა მის საფოსო კატეგორიაში ნამდვილად არაა საუკეთესო. ხო და მისი საფოსო კატეგორია აქ მაქვს და ახლა ხედავთ ბენჩმარკების შედეგებს. ვფიქრობ, რომ S25 Ultra მისთვის შექმნილი Snapdragon 8 Elite ჩიპსეტით ერთ-ერთი საუკეთესოა წარმატებით. ნებისმიერ მაღალგრაფიკული თამაში, ნებისმიერი ტასკი თავისუფლად შეგიძლიათ გააკეთოთ, ამუშავოთ და პრობლემა არ იქნება Samsung-ისთვის. Უსტოდ ასეა 17 Pro Max-იც იმ დამატებით, რომ ახალი გაერთიანებული ალუმინის კორპუსი და ახალი თხევადი გაგრილების სისტემა ნაკლებად ათბობს ტელეფონს და დიდი ხნის გამოყენების დროსაც წარმოდობა შედარებით ნაკლებად შემცირდება. ჩიპსეტზე ასევე დამოკიდებული ელემენტის ხანგრძლივობაც და მიუხედავად იმისა, რომ Pixel 3.3-დან ყველაზე დიდი 5200 mAh-იანი მოცულობის ელემენტი აქვს, Samsung-თან და iPhone-თან შედარებით მალე ჭდება. ენერგოეფექტურობითაც და ოპტიმიზაციითაც Samsung და iPhone-ი წინ არიან. ამ ორში კი ტესტებმა აჩვენა, რომ პირდაპირ შედარებისას Samsung-ი უფრო მალე გახდა დასაწყენი, თუმცა დღის ბოლოს გააჩნია თქვენ როგორ იყენებთ ტელეფონს და როგორ ტვირთავთ ყოველდღიურად. Pixel-ზე დიდად თამაშების თამაში არ მიცდია, რადგან არაა მაგისთვის ეს smartphone-ი და ზოგადად პირადად მე თამაშებს ნაკლებად ვთამაშობ, შესაბამისად მაგ მხრივ ჩემთვის სრულად მისაღებია Pixel-იც. ისევე როგორც Samsung-ი და iPhone. ჩემი გამოყენებით სამივე იყო ანგელოზი. ოჩახ. უკაბელო დამოხტვა Google-სა და iPhone-ს მაგნიტური აქვს და Apple-ის MagSafe-ის აქსესუარები შეგიძლიათ გამოიყენოთ Google-ის Pixel Snap-ზე და პირიქით. მათი მაგნიტების ფორმა რატომღაც ემთხვევა ერთმანეთს. ხოლო Samsung-ს არ აქვს მაგნიტები უკანა პანელზე და იმედი მაქვს შემდეგ წელს მაინც ვიხილავთ Samsung-ის მაგნიტების ვერსიასაც. ჩიორისთვის, სწრაფი დამუხტვისთვის, ასე შემდეგისთვის, ისე შემდეგისთვის. ოკეი, კამერები. iPhone-ს და Pixel-ს 48 მეგაპიქსელიანი, Samsung-ს კი 50 მეგაპიქსელიანი ultra ფართოკუთხოვანი კამერა აქვს. ხო და გავყვეთ Pixel ფოტოებს. Pixel გავყვეთ. პირველ ფოტოში Samsung-მა რეალურზე ცოტათი უფრო ლურჯი წამოჩვენა. სასიამოვნო სანახავი არის, მაგრამ Google-სა და iPhone-ს შედარებით რეალური ფერი აქვს შენარჩუნებული. Samsung-მა ასევე კარგად ვერ ამოიყვანა მუქი ადგილები და ჩრდილები. iPhone-მა კი Samsung-სა და Google-ს შორის ფოტო გადაიღო, ჩრდილები Samsung-ზე ცოტათი უკეთაა ამოყვანილი, მაგრამ არა Google-ზე. ჩემი აზრით Pixel-მა ყველაზე კარგად გააკეთა ეს მეორე ფოტოში, მაგრამ შეიძლება მზესაც დავაბრალოთ ეგ, თანაც თბილი ფერები აქვს Google-ის ფოტოს, ხო და შემდეგ ფოტოზე გადავიდეთ. Samsung-მა უფრო მუქი ლურჯი წამოჩვენა და თანაც ისევ არ
მოვიდა მუქი ადგილების განათება. მესამე ფოტოში iPhone-მა შედარებით გაანათა მუქი ადგილები და ამოიყვანა ჩრდილები. უკეთესად დაადო HDR-ი, მაგრამ Google ისევ საუკეთესო მგონია ამ სამში. დეტალიზაცია შესანიშნავი აქვს და ეტყობა, რომ კარგადაა დამუშავებული თავისი ხელოვნური ინტელექტის მიერ. თბილი ფერები აქვს და სასიამოვნო საყურებელია. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ფოტოს გადაღების შემდეგ დამუშავებას ყველაზე დიდხანს ანდომებს Samsung-თან და iPhone-თან შედარებით. სადღაც 1-2 წამით, მაგრამ მშვენიერი ფოტოები გამოსდის საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით. მთავარი კამერები. Samsung-ის მთავარი კამერა 200 მეგაპიქსელიანია, Google-ის 50, ხოლო iPhone-ის 48. ამ შედარებისთვის გამოვიყენე Samsung-ის 50 მეგაპიქსელი და არა 200. Samsung-ის ისევ სხვებთან შედარებით მუქი ფოტო გამოსდის, Google და iPhone-ი კი ვფიქრობ საკმაოდ გვანან ერთმანეთს ფერებითაც და ჩრდილების ამოყვანითაც. ეს კონკრეტული ფოტოები კი ჩემს Instagram-ზე დავდე და ბრმა გამოკითხვა ჩავატარე გამომწერებში. Samsung-ის პირველ ფოტოს 6 ადამიანმა მისახმა, Google-ის მეორე ფოტოს 30-მა, ხოლო iPhone-ის მესამე ფოტოს მხოლოდ 2-მა მიანიჭა უპირატესობა. გასაკვირი ჩემთვის არაა Google-ის ასეთი დომინაცია ამ გამოკითხვაში, უფრო თბილი ფერები აქვს, სხვებთან შედარებით გაამკვეთრა და გაადრამატულა მზის ჩასვლა და სიმართლე რომ თქვა, მეც ყველაზე მეტად ეს მომეწონა. თუმცა რეალობასთან ყველაზე ახლოს iPhone-ი იყო. ტელეფოტო კამერებშიც ასევე 48 მეგაპიქსელიანია Pixel და iPhone-ი, ხოლო 50-იანია Samsung. Pixel-ის და iPhone-ის ფოტოებში ვერანაირი განსხვავებას ვხედავ, გარდა იმისა, რომ Pixel-ის ოპტიკური ზუმი 5x-ია, iPhone-ის 4. სხვა მხრივ ფერებიც და დეტალიზაციაც საკმაოდ კარგადაა წარმოჩენილი. Samsung-ის ფოტოც არაფრით განსხვავდება დანარჩენი ორისგან, გარდა იმით, რომ ცოტათი უფრო ბნელი ფოტო გადაიღო. აქ კი iPhone-ს ყველაზე მეტად გაუჭირდა მზის ამოსვლის სწორად გადაღება და მიუხედავად იმისა, რომ ფოტოს სხვებთან შედარებით ბევრად ნათელია, თავარი ამბავი მზის ამოსვლა და მზის კონტური სწორად ვერ გადაიღო და ექსპოზიციას აშკარად მოუმატა. მზის სწორად წარმოჩენა ყველაზე კარგად Samsung-მა შეძლო, ალბათ იმიტომ, რომ Samsung-ი ზოგადად უფრო ბნელ ფოტოებს იღებს ამ შედარებაში, თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერი სწორად გამოვიდა. Pixel კი კარგი შუალედია Samsung-ისა და iPhone-ის ფოტოებს შორის. სამივე ფოტოში შენარჩუნებულია დეტალები და საბოლოოდ შესანიშნავი ფოტოები გამოსდით დღის ბოლოს სამივეს. მე ძალიან მომეწონა. ღამის გადაღება, ეს ღამის გადაღება. აქ ყველაზე კარგად გამოჩნდა, რა შეუძლიათ ამ smartphone-ებს გადაღების შემდეგ დამუშავებაში და რას იზამს მათი ხელოვნური ინტელექტი. ჩემს ბრმა გამოკითხვაში iPhone-მა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და 33 ხმა მიიღო. Samsung-მა 6, ხოლო Pixel-მა 5 ხმა. ყველაზე კარგი ხარისხის ფოტო ჩემი აზრითაც iPhone-მა გადაიღო, Samsung-მა განათება ვერ დაარეგულირა და ქვედა კუთხეში სხივები დატოვა გარე განათების. Google-მა ეს უკეთესად გააკეთა, მაგრამ რატომღაც ცა მომწვანო გამოაჩინა. iPhone-ის ფოტო კი კარგადაა დამუშავებული და დეტალებიც არაა დაკარგული. ასევე ფოტოში ხმაურიც კარგადაა დამუშავებული და კარგი შედეგი ნამდვილად დატოვა. Samsung-მა აქ ვფიქრობ ყველაზე კარგი ფოტო გადაიღო, თუმცა პატარა ხმაური მაინც დატოვა. Google-ის ფოტო ძალიან ხმაურიანია, ხოლო iPhone-მა დამუშავების შემდეგ ანძის გარშემო რაღაც არარეალური მოყვითალო ფოგი გამოაჩინა, თუმცა პირადად მე Google-ის ხმაურს მირჩევნია. ანუ პირველ ადგილზე ამ შემთხვევაში Samsung-ი, მეორეზე iPhone-ი, მესამეზე Pixel-ი. ამ ფოტოებში. ამ ყველაფერთან ერთად სამივე ტელეფონს რა თქმა უნდა აქვს ხელოვნური ინტელექტი ფოტოების რედაქტირებისთვის, თუმცა ამ საქმეში Google და Samsung-ი ძალიან მაღალ დონეზე არიან და iPhone-ი ცოტათი ჩამორჩება მათ. ცოტათი. Okay, ნახოთ ვიდეოებიც, ახლა ჩართული იქნება სამივე ტელეფონზე ultra wide კამერები. ეს არის Samsung S25 Ultra და ნახოთ ფერები და ხმა და ჩემი სახე როგორ ჩანს, როდესაც მზე მართებს უკნიდან. ეგ არის საინტერესო. ახლა ჩართული იქნება Pixel-ად Pro XL-ის ხმა და შესაბამისად იგივენაირად ხმა და ფერები ნახეთ ამ smartphone-ზეც. ახლა ჩართული იქნება 17 Pro Max-ი და იგივენაირად ნახეთ ფერები, ჩიტების ჭიკჭიკი, ზერო მანათებს სახე როგორ ჩანს და ყველაფერი კარგი. 1x-ი. ნახოთ თავარი კამერის ვიდეოებიც, ახლა ჩართული იქნება ხმა Samsung S25 Ultra-ზე და რადგან უფრო შორს წავედი, ჩემი ხმა ცოტა უფრო დაისმოდეს, იმიტომ რომ 1x-ი თუნებს და ცოტათი უფრო შოიდამობა უნდა იღებდეს ჩემს ხმას წესით სამივე smartphone. ახლა იქნება Pixel-ად Pro XL ჩართული და ნახეთ ფერები, ხმა, მე როგორ ჩანვარ და რა, ყველაფერი კარგი. ახლა იქნება ჩართული 17 Pro Max-ი და იგივენაირად ნახეთ ფერებიც, ხმაც და HD-ს როგორ ადებს სამივე smartphone-ი თავის ვიდეოს. ასევე ნახოთ ტელეფოტო კამერებიც, წესით ახლა სამივე smartphone-მა ჩემი ხმა უფრო შორს დაიღოს, რადგან შორს ვარდა კამერებია ჩართული. ახლა ხმა იქნება ჩართული S25 Ultra-ს და ნახეთ ხმაც და ფერების რა თქმა უნდა ჩემს სახე როგორ ჩანს. ასევე ნახეთ ახლა Pixel-ად Pro XL-ი და ახლა იქნება ჩართული 17 Pro Max-ი. შედარებით სამივე smartphone-ი ერთმანეთს და კომენტარებში დაგწერეთ რომელი გიწევთ ყველაზე მეტი.
ხე, ნახოთ selfie ვიდეოებიც ახლა 17 Pro Max-ში იქნება ხმა ჩართული და ნახეთ ჩემი სახე როგორ ჩანს უკან მზე მანათებს უკნიდან და HDR-ს როგორ ადებს. ახლა 10 Pro XL-ი ვნახოთ Google-ის. ცა მგონი უკეთესად ჩანს, მაგრამ რა ვთქვა, ითაც შეაფასეთ და ახლა S25 Ultra ცა აქაც მგონი კარგად ჩანს, მაგრამ ჩემი სახე შეაფასეთ. ნახეთ როგორ გამოვიყურები, ახლა დავტრიალდები და ნახოთ. აჰა. შვენიერი ბიჭია რა, ჩემი აზრით. ძალიან cool. შეაფასეთ კომენტარებში. როგორ დავტრიალდე? ბოლოსკენ რომ გავიდეთ, უნდა ვთქვა, რომ სამივე არის შესანიშნავი smartphone-ი. ჩემს smartphone-ს რომ ვაწყობდე, Samsung-ისგან ავიღებდი ეკრანს, აწყობის ხარისხს, zoom-სა და hardware-ს, iPhone-ისგან კამერებს, აპლიკაციების ოპტიმიზაციას, ელემენტსა და გაგრილების სისტემას, Google-ისგან დიზაინს და ხელოვნურ ინტელექტს აუცილებლად. Software-ის გამოცდილებაში iPhone-სა და Google-ს შორის რომელიმეს, მე პირადად iOS სისტემას ავირჩევდი, რადგან iPhone-ის მომხმარებელი ვარ, მაგრამ Pixel-ის Android-ი და მისი ანიმაციები ასევე ძალიან მომეწონა და გემონების ამბავია აქაც. თუ რომელიმე ამ სამ smartphone-ში გადაწყვეტთ არჩევნის გაკეთებას, ჩვენს ნებისმიერ ფილდელში შეგიძლიათ მისვლა და თუნდაც ქვემოთ აღწერაში ლინკს ეწვიეთ, ჩემს ქვემოთ არის. იქაც შეადარეთ ეს smartphone-ები და თქვენთვის საუკეთესო არჩიეთ. მე დავითი ვარ და ვეცადე რაღაც წარმოუდგენა შემექმნა თქვენთვის ამ სამ სილამაზზე. ახლის გამოწერაც არ დაიზაროთ და ამით დაგემშვიდობებით. ახვამდი. კარგად.